ვინ გაემარჯვებოდა დაპირისპირებაში გრუგსა და შუბს შორის? შუბი, რა თქმა უნდა, არის ძალიან მრისხანი და ძლიერი ნეანდერტალელი, რომელიც მიჩვეულია საბრძოლო უნარებს და რომელსაც გრუგთან შედარებით აქვს უზარმაზარი უპირატესობა საბრძოლო გამოცდილებაში. შუბი უპრობლემოდ უმკლავდებოდა უზარმაზარ დინოზავრებს და სხვადასხვა პირველყოფილ ქმნილებებს, რომლებიც სერიალში იყვნენ ნაჩვენები. ასევე მან უპრობლემოდ ამოჩეხა ვიკინგების სოფელი და ბოლო მოუღო შურიზიების დემონ ვიდარს. ასევე შუბს აქვს კარგი საბრძოლო იმპროვიზაციის უნარი. იგი იყენებს გარემოს და იარაღად იყენებს ყველაფერს, რაც ხელში მოხდება. თუმცა მე ეჭვმეპარება, რომ მისი საბრძოლო უნარები შეედრება გრუგის სიმტკიცეს, გამძლეობას და ფიზიკურ სიძლიერეს. გრუგს შეეძლო უზარმაზარი ლოდების აწევა ბურთებივით და მათი დიდ მანძილზე სროლა დიდი სიძლიერით. სიმტკიცის და გამძლეობის მხრივ კი გრუგი გაიჭრიდა უზარმაზარი ლოდებით და ნაკაწრიც არ მიუღია. ასევე მან გაუძლო ელვის დარტყმას. მაშინ როცა შუბს ზიანს აყენებდნენ ჩვეულებრივი ისრებიც, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი გრუგზე ბევრად უფრო დაუცველი და მგრძნობიარეა. გრუგის კიდევ ერთი ძალიან ძლიერი მიღწევა სიძლიერეში არის ის, რომ მან თავისი ზომის მორი გაგზავნა ორბიტაზე ერთი პანღურით. ობიექტის დედამიწის მიზიდულობის დაძრევის სიჩქარემდე, დაახლოებით 11 კილომეტր/წამში, ასაჩქარებლად საჭიროა დაახლოებით 3,2 გიგაჯოული ენერგია, რაც 1 ტონა ტროტილის ექვივალენტია. რაც იმას ნიშნავს, რომ გრუგი ერთი პანღურით შეძლებს შუბის გასროლას 9 სიკით. მაშინ როცა შუბი მას ზიანს ვერანაირად ვერ მიაყენებს, იმის გათვალისწინებით, რომ გრუგმა გაუძლო ელვის დარტყმას, შუბი კი მას ვერაფერს დააკლებს. ამიტომ დღევანდელ შედარებაში იმარჯვებს გრუგი. მაგრამ თქვენ როგორც ყოველთვის შეგვიძლიათ კომენტარებში დაწეროთ თქვენი ფავორიტი.